ვინ რა გზებით გეგმავდა საქართველოში არეულობას და ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებას. პოლიტიკური ურთიერთბრალდებების მიზეზი ხდება სუსის 2025 წლის ანგარიში. დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების მუშაობაზე, რომლებიც სუსის ინფორმაციით საქართველოში სადაზვერვო ღონისძიებებისთვის ლოიალურად განწყობილ მოქალაქეებს იყენებდნენ. დეზინფორმაცია, პროპაგანდა, დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების დამხობის მცდელობები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით არეულობის მოსაწყობად შიდა და გარე ძალები კოორდინირებულად მოქმედებდნენ. მთავარი სამიზნე აუდიტორია კი ქართველი ახალგაზრდობა იყო. ამ კონტექსტში ნახსენებია 4 ოქტომბერს განვითარებული ძალადობრივი პროცესები. BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება კი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯის დაზიანების მცდელობად ფასდება. ანგარიში ოკუპაცია ისევ ქვეყნის მთავარ გამოწვევად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა კი უმთავრეს პრიორიტეტად არის დასახელებული. წინა წლების მსგავსად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2025 წლის ანგარიში საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ კვლავ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია სახელდება. საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ძალის მიერ ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებზე, უკანონო დაკავებებზე და ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის პროცესზე სუსს რეაგირება მუდმივ რეჟიმში უწევდა. თუმცა გასულ წელს მსოფლიო წესრიგის ცვლილებისა და ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ფორმირების პროცესში ახალი ტენდენციებიც გამოიკვეთა და რთულად პროგნოზირებადი გლობალური პოლიტიკის ფონზე საქართველოს მიმართ შიდა და გარე საფრთხეების მაღალი დონე შენარჩუნდა, რადგან სუსის ანგარიშის მიხედვით ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების ინსპირირებისა და არასტაბილური გარემოს შექმნის ალბათობა არსებობდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში ყურადღება 4 ოქტომბრის საქმეზეც მახვილდება. უწყების ინფორმაციით ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით 4 ოქტომბერს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის პროვოცირებას გეგმავდა. სუსის ანგარიშის და გამოძიების საქმის მასალების მიხედვით პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად დღის წესრიგში დივერსიული აქტების განხორციელებაც იდგა. უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი მეთაურის მითითებით, რაც დასტურდება არაერთი მტკიცებულებით, საქართველოს მოქალაქის მიერ შეძენილი იყო დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები, რომლებიც გადამალული იყო სპეციალურ სამალავში თბილისის მახლობლად ტყის მასივში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად იმ პირთა განეიტრალება მოხერხდა, რომელთაც სავარაუდოდ აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ. ასევე იდენტიფიცირებული იყო პირი, რომელმაც შეკვეთით დაამზადა დეტონატორის პულტი, რომლითაც შესაძლებელი იყო ასაფეთქებელი მასალის მოქმედებაში მოყვანა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად თავიდან იყო აცილებული 2025 წლის 4 ოქტომბერს ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების განვითარება და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილების მცდელობა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით საანგარიშო პერიოდში პატარა ქვეყნებს ეროვნული ინტერესების დაცვა გაურთულდათ, რადგან მსხვილი აქტორები მათთვის სუვერენული პოლიტიკის გატარების შეზღუდვას ცდილობდნენ, რის გამოც გასულ წელს სუს რეაგირება მზარდი ტენდენციის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგაც უწევდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის ერთ-ერთ ძირითად სამიზნე აუდიტორიას საქართველოს მოქალაქეების ახალგაზრდული სეგმენტი წარმოადგენდა. ყოველწლიურ ანგარიში აღნიშნულია, რომ დასავლური ქვეყნებიდან და ინსტიტუტებიდან მომდინარე დეზინფორმაციულმა და ორმაგი სტანდარტების შემცველმა საინფორმაციო კამპანიამ ხელი შეუწყო როგორც საქართველოში მოქმედ ცალკეულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფებს, ისე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ეფექტიანი ანტიდასავლური პროპაგანდა ეწარმოებინათ, რის მიზნადაც სუსი ქართული საზოგადოების ნაწილში დასავლური ინსტიტუტების მიმართ ნიჰილიზმის გაჩენას და საქართველოს იმიჯის მიზანმიმართულად დაზიანებას ასახელებს. ცალკეულ შემთხვევებში, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე მის ფარგლებს გარედან მიმდინარე პროპაგანდისტული ნარატივების უკან ერთი შეხედვით პოლიტიკური მდგენელი იკვეთებოდა. თუმცა მეორეს მხრივ მსგავსი საინფორმაციო კამპანიები ხელს უწყობდა ქვეყანაში საზოგადოების პოლარიზაციას და საქართველოს როგორც დემოკრატიული და დასავლური ფასეულობების მატარებელი ქვეყნის იმიჯის დისკრედიტაციას. საზოგადოების უნდობლობისა და უკმაყოფილების ზრდას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ასევე ეს ახალისებდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და
ეთანხმებოდა სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის მცდელობებს. იწვევდა საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებთან პარტნიორული ურთიერთობების დაზიანებას. ამ კონტექსტში 2025 წელს ნიშანდობლივი იყო ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული საგამოძიებო სიუჟეტი, რომელიც ერთგვარად გახდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი და შეიძლებოდა ქვეყანაში უარყოფითი შედეგები გამოეწვია. სახელმწიფოს დროული რეაგირების შედეგად თავიდან იყო აცილებული ის უარყოფითი შედეგები, რასაც ზემოაღნიშნული დეზინფორმაციული სიუჟეტი ისახავდა მიზნად. სუსის ანგარიშს განსაკუთრებით კი დოკუმენტის იმ ნაწილს, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეს და დეზინფორმაციას ეხება, ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს ნაციონალური მოძრაობა მამუკა მდინარაძის უწყებას გასული წლის საპროტესტო აქციების დროს მომიტინგეების წინააღმდეგ სამართალდამცველების უკანონო ქმედებებზე მიუთითებს. გახარიას გუნდი კი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს ვერ შემდგარი მშვიდობიანი დამხობა თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლის მიზნით ქართული ოცნების კულუარებში დაიგეგმა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველა დამნაშავეს კანონის სრული სიმკაცრით დასჯიან. ბრალდებებითვე პასუხობენ მმართველ გუნდში და კვლავ უცხოელი აქტორების მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის რისკებზე მიუთითებენ. ამ ხალხის მიერ სხვებზე საუბარი და სხვების ძალადობაზე საუბარი საერთოდ არაადეკვატური გახლავთ, მათ იძალადეს აწამეს საქართველოს მოქალაქეები და არც ერთი შემთხვევა არ გამოიძიეს. ამიტომაც ძალადობაზე თუ საუბრობენ, ჯერ თავისი ძალადობა გამოიკლიონ და დასაჯონ დამნაშავეები, რომელიც არ დაუშიათ და მერე ისაუბრონ სხვაზე. 4 ოქტომბერი და 4 ოქტომბრის კულმინაცია ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ქართული ოცნების კულუარებში დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც მათ განახორციელეს საკუთარი აგენტების საშუალებით, რომელიც მრავლად ყავთ ნაციონალურ მოძრაობაში და სხვა ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში. კონკრეტული ადამიანები 4 ოქტომბრის საქმეზე არიან სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემული და განსაჩივრები არიან. განაჩენი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ სავარაუდოდ დადგება იმდენი მტკიცებულება არსებობს. ყოველთვის იქნებიან ძალები, რომლებსაც ექნება სურვილი სხვადასხვა ფორმით ჩაერიონ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეში, აირიოს აქ სიტუაცია და შესაბამისად შემდეგ სცადონ, რომ ღრუია წყალში რავი ფორმით ებზე დაიჭირო. როგორც 4 ოქტომბრის ძალადობრივი გადატრიალების მცდელობა ჩავარდა, ასევე ჩავარდება. ყველა ის საკითხი, რომელიც ოკუპაციას და ოკუპაციას შედეგებთან არის დაკავშირებული, გახლავთ ნომერ პირველი ყურადღებისა და ზრუნვის საგანი სახელმწიფოს მხრიდან და მათ შორის, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე დიდ ძალისხმევას წევს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიში საკანონმდებლო ორგანოს გუშინ წარედგინა 62 გვერდიან დოკუმენტს დეპუტატები საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე ჯერ საკომიტეტო ფორმატში, შემდეგ კი პარლამენტის სხდომაზე განიხილავენ.